2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 24. პლანეტა X-ის მასა 64-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე. განსაზღვრეთ თავისუფალი ვარდის აჩქარება X პლანეტაზე, თუ მისი სიმკვრივე დედამიწის სიმკვრივის ტოლია, ხოლო დედამიწაზე თავისუფალი ვარდის აჩქარება G მოცემული გვაქვს. დავუშვათ თუ M დედამიწის მასას ავიღებთ M-ის ტოლას, რადგანაც გითხრეს, რომ პლანეტა X-ის მასა 64-ჯერ მეტი არის დედამიწის მასაზეო, მაშინ X პლანეტის მასა გამოგვივა M-ზე 64-ჯერ მეტი, 64 M ისტორია იქნება. ამასთან პირობით გითხრეს, რომ სიმკვრივეები დედამიწაზე და X პლანეტაზე ერთმანეთის ტოლი არისო, რო X-ი უდრის რო დედამიწას და უდრის როს და დედამიწაზე თავისუფალი ვარდის აჩქარება G დედამიწაზე ტოლი არის პირობით G-სიო. და ჩვენი მიზანია გავსაზღვროთ თავისუფალი ვარდის აჩქარება X პლანეტაზე. ის ტოლი იქნება. კარგი, ჯერ პირველ რიგში მოდით ჩავწეროთ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის ძალის ფორმულიდან, გრავიტაციული ძალის ფორმულიდან G დედამიწა, ეს ტოლი იქნება G ჯერ M დედამიწის მასა, G თავისუფალი ვარდის აჩქარება არის აქ, გაყოფილი R დედამიწის კვადრატზე, საიდანაც რა გამოგვივა ჩვენ, რომ G დედამიწა არის G-ს ტოლი, ეს ტოლი იქნება G ჯერ, ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ M დედამიწა თავის მხრივ ტოლი არის რო დედამიწაზე როვესი, ესე იგი რო დედამიწა გამრავლებული V დედამიწის მოცულობაზე, რო დედამიწა როს ტოლია იგივე, ეს ტოლი იქნება რო ჯერ V დედამიწას თუ წარმოვიდეთ როგორც სფერული ფორმისას, მაშინ სფეროს მოცულობა იქნება 4/13 π R დედამიწის კუბი. მოდი იგივე გავაკეთოთ X პლანეტისთვის, MX-ისთვის მივიღებთ ანალოგიურად რო V X-ი, ეს ტოლი იქნება რო ჯერ 4/13 π RX კუბი. და ჩავწეროთ, ესე იგი, M დედამიწის მაგივრად ამ ფორმულაში უნდა შევიტანოთ G გამრავლებული 4/13-ზე π R დედამიწის კუბი შეფარდებული R დედამიწის კვადრატთან, ხო? ესენი შეგვეკვეცება და საბოლოოდ დაგვრჩება, რომ ეს ტოლი არის 4/13 G π R დედამიწა რო. ანალოგიურად მოდი გავაკეთოთ Gx-ისთვის, ეს ტოლი იქნება G ჯერ MX-ი შეფარდებული RX კვადრატთან, ეს ტოლი იქნება G ჯერ MX-ი მივიღეთ, რო ტოლია რო 4/13 π R X კუბი შეფარდებული RX კვადრატთან. ესენი ანალოგიურად შევუკვეცება და მივიღებთ, რომ ეს ტოლია 4/13 G π R X რო. და მოდით ახლა ეს ორივე ტოლობა ერთმანეთს შევაფარდოთ, რა გამოგვივა G დედამიწას, ანუ G-ს თუ შევაფარდებთ Gx-თან, მივიღებთ, რომ 4/13, მოდი ჩავწეროთ 4/13 G π R დედამიწა რო შეფარდება 4/13 G π RX რო, 4/13-ები შევეკვეცა G-ბიც, P-ბიც და როებიც და ეს გამოგვივიდა, რომ ტოლი არის R დედამიწის ფარდობისა RX-თან. საიდანაც Gx-ისთვის გამოგვივა, რომ Gx-ი ტოლი არის G ჯერ RX-ი შეფარდებული R დედამიწასთან და RX-ის R დედამიწის ფარდობას კიდე, აქედან შეგვიძლია განსაზღვროთ, კერძოდ M დედამიწას MX-თან თუ შევაფარდებთ, M დედამიწის და MX-ის ფარდობა, მოდით რისი ტოლი გამოგვივა, M დედამიწის ფარდობა MX-თან, ტოლი გამოგვივა 4/13 რო π R დედამიწის კუბი, ფარდობა 4/13 რო π RX-ის კუბთან, ხო? ესენი გვეკვეცება ყველაფერი აქ და გვრჩება, რომ ეს ტოლი არის რო დედამიწის კუბი შეფარდებული, ჩემო ბატონო, RX-ის კუბთან. საიდანაც რა გამოგვდის ჩვენ, რომ RX-ის ფარდობა R დედამიწასთან ეს კუბში ტოლი არის შემოbrunდება, ხო? MX-ის ფარდობა M დედამიწასთან. აქედან შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ RX-ი ფარდობა R დედამიწასთან ტოლი ყოფილა კუბური ხარისხის ფესვი MX-ის ფარდობისა M დედამიწასთან. ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ MX-ი არის 64 M, რას მივიღებთ? კუბური ხარისხის ფესვი MX-ის პირობით არის 64 M
შეფარდებული m-თან, m-ები შევეკვეცება და ეს ტოლი იქნება კუბური ხარისხის ფესვი 64-დან, ეს კი თავისუფლი ტოლი არის 4-ის. ანუ x-ის ფარდობა 1 დედამიწასთან 4-ის ტოლი გამოგვივიდა. 4-ის ტოლი გამოგვივიდა. შესაბამისად, აქ თუ შევიტანთ, ეს ტოლი იქნება 4-ჟ-ი. ну, საბოლოოდ გამოგვივიდა, რომ ჟ-ი თურმე ტოლი ყოფილა 4-ჟ-ი, რომელიც არის პასუხი A.